პირველი იდეა არტგენის იყო გახსოვთ გიადია სამიძის ფილმი მოგზაურობა ფოლკლორში 2003 წელს. ეს პირველ რიგში ისახავდა მიზნად საოჯახო ანსამბლების აღმოჩენას. 2004 წელს გაიმართა პირველი კონცერტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში და ჩამოსულები იყვნენ მაჟიეთიდან, ზემორაჭიდან ბორის გუგეშაშვილი, კონცელიძეები, ქედადან და უამრავი ოჯახი. საღამოც უკვე ერთგვარი სატყუარასავით იყო თანამედროვე მუსიკის 33-ა, ისაითი ქათამაძე, სუხიშვილი, რობი კუხიანიძე და ასე შემდეგ ზუმბა პოპულარულები იყვნენ და ღამე იყო თანამედროვე მუსიკის კონცერტი და ისტორიას რო გადავხედოთ იმდენი შემსრულებელი აღარ არის ცოცხალი რომ იმდენი რამე იქნებოდა შემოუნახავი თვითონ არტგენის რომ არ ჩამოეყვანოს რომ მართლა ბევრი ასაკში შესული მუსიკოსი ათეულობით წლების მანძილზე სცენაზე არ იყო ნადგომი და უამრავი მარგალიტი დღეს თანამედროვე ჯგუფები რო უკრავენ მათი შექმნილია და უკვე გახიტებული არის თუნდაც ბეჩაყირამალა რა დღის გორია გუგეშაშვილის ზემო რაჭიდან ასე რომ უამრავი მარგალიტია ასე რა ეს ყველაფერი უკვე ერთ წელში ისეთი მასშტაბური გახდა და იმდენად საინტერესო მაგრამ იმ პერიოდში არაფერი არ ხდებოდა და ეს ყოფით ცხოვრებაში ასახული კულტურა და პირდაპირ სცენაზე გადმოტანილი ზოგიერთ მათგან სცენაზე ნამღერიც არ ქონდა საქართველოს შემთხვევით იწყება სიმღერით. აი მე რატო უნდა გითხრათ, ეხლა ხან ვიყავი ანსამბლთან ერთად საფრანგეთში და იქ ჩვენმა ფრანგმა მეგობარმა თქვა, რომ ქართველებს აქვთო სამი რამ. ვინო, სიმღერა და ცეკვა. ნუ სიმღერა ცეკვა გაერთიანებულია და სიყვარულია. ჩემთვის საქართველოს არის ეს თავარი სამი კომპონენტი. გეოგრაფია ყველას ლამაზია და ბუნებრივი გეოგრაფიული გარემო ბევრს აქვს ლამაზეს დედამიწის გარშემო, მაგრამ სიმღერა ცეკვა და ვინო და სიყვარული. აი ეს აქედან იწყება ჩემთვის საქართველო და ეს არის დღევანდელ არტგენზე და მადლობა თქვენს კომპანიას Georgia Starts Here. როგორც ლამაზად ქვია, სხვა ენაზეც ლამაზია და დარწმუნებული ვარ ფრანგულად, იტალიურადაც და პორტუგალიურადაც ლამაზად ჟღერს. მე მინდა რომ ბევრი კომპანია იყო ჩართული, რადგან ეს ყოველი წელი ისტორიაა და ყოველი წელი თავის ისტორიას ინახავს.